Hello? Hello. Yes? Yes. Hello? გამარჯობა, მარია კორინა მაჩადოს ვესაუბრები? Yes, Diolch. this is Maria Corina. Yes, Maria Corina. მე კრისტიან ბერგ ჰარპვიკენი ვარ, ნორვეგიის ნობელის კომიტეტის მდივანი. გირეკავთ, რათა გაცნობოთ, რომ რამდენიმე წუთში ნობელის ინსტიტუტში გამოცხადდება, რომ თქვენ ნობელის პრემიით დაჯილდოვდებით მშვიდობის დარგში. At the Nobel Institute. Thank you so much. ღმერთო ჩემო, სიტყვები არ მყოფნის. უღრმესი მადლობა, მაგრამ იმედი მაქვს გესმით, რომ ეს ფერი საზოგადოების მიღწევაა. მე უბრალოდ ერთი ადამიანი ვარ, ამას ნამდვილად არ ვიმსახურებ. Then you deserve it. ვფიქრობ, ნამდვილად იმსახურებთ. So, ვიცი, ეს სიურპრიზია თქვენთვის და ბოდიშს გიხდით, რომ შუაღამისას გაგაღვიძეთ. ბევრი დრო არ გვაქვს, რამდენიმე წუთში გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას. მაგრამ მანამდე მინდა მოკლე ციტატა გაგაცნოთ იმ ტექსტიდან, რომელიც მალე გამოქვეყნდება. ტექსტში წერია, რომ პრემია გადმოგეცემათ დაუღალავი შრომისთვის ვენესუელას ხალხის დემოკრატიული უფლებების დაცვის საქმეში და ბრძოლისთვის, რათა მიღწეული იყოს დიქტატურიდან დემოკრატიაში სამართლიანი და მშვიდობიანი ტრანზიცია. for დიდი პატივია. მადლობელი ვარ ვენესუელელი ხალხის სახელით. მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, მაგრამ ბევრს ვშრომობთ ამისათვის და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ. ეს უდიდესი აღიარებაა ჩვენი ხალხისთვის, რომელიც ამას ნამდვილად იმსახურებს. That we will prevail. ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარია კორინა მაჩადო ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელია. როგორც ნობელის კომიტეტში განაცხადეს, ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემია წელს მას გადაეცა, ვინც სიბნელეში დემოკრატიის ალს ინარჩუნებს. The Nobel Peace Prize for 20 ნობელის მშვიდობის პრემია 2025 წელს გადაეცემა მშვიდობის ერთგულ და მამაც დამცველს. ქალს, რომელსაც მზარდი სიბნელის ფონზე ხელში დემოკრატიის ცეცხლი უჭირავს. როგორც ვენესუელის დემოკრატიული ძალების ლიდერი, მარია კორინა მაჩადო ლათინურ ამერიკაში სამოქალაქო სიმამაცის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითია. ის იქცა მნიშვნელოვან გამაერთიანებელ ფიგურად პოლიტიკურ ოპოზიციაში, რომელიც ოდესღაც გათხრიჩილი იყო. ოპოზიციაში, რომელმაც იპოვა შეხების წერტილი თავისუფალი არჩევნების მოთხოვნისთვის. როცა დემოკრატია საფრთხეშია, საერთო ხედვების დაცვა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. The Nobel Peace Prize 58 წლის მარია კორინა მაჩადო წლებია იბრძვის ნიკოლას მადუროს სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ. 2024 წელს მას სასამართლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. მის ნაცვლად ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის საპრეზიდენტო კანდიდატი ედმუნდო გონსალესი გახდა. Exit polls შედეგებით გონსალესმა, რომელსაც ზურგს მაჩადო უმაგრებდა, მადურო დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხა. თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად კვლავ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი გამოაცხადა. მაჩადო მეოცე ქალია, რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი გახდა. იგი იანვრის შემდეგ მიმალვაშია მადუროს რეპრესიული პოლიტიკის გამო.